გაშლა იქნება ახალ პარტნიორზე. თავდაპირველად ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ და შემდეგ უკვე ვნახოთ, ვინ არის თქვენი ახალი პარტნიორი. ვინ ხართ თქვენ? ვინ არის თქვენი პარტნიორი? როგორი ხასიათები ექნება თქვენს პარტნიორს? ვნახოთ. ორი ამოხდა. და როგორ განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა? როგორ განვითარდება ურთიერთობა? აი ასე გავაკეთოთ. კარგით, ვინ ხართ თქვენ? თავდაპირველად დავიწყოთ. თქვენ ხართ საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, არასტაბილური ადამიანი. თქვენში არის თვითკრიტიკა, თვითანალიზი და ხანდახან ცდილობთ ხოლმე, რომ ამ კრიტიკასა და ანალიზის მიღმა დაინახოთ საკუთარი შინაგანი შრეები და რაღაც ბალანსირება მოახდინოთ ამ არასტაბილური ენერგიის. მიჩვენებს, რომ თქვენ თითქოს დაიკარგეთ საკუთარ თავში, თითქოს ვერ ხედავთ ამ ცხოვრებაში მიზანს, ვერ ხედავთ მიმართულებას და ერთგვარად მინდობილი ხართ ბედზე და ცხოვრება, რასაც ესე ვთქვათ, შემოგთავაზებთ, იმას განიხილავთ, იმას აწონით, დაწონით და მერე მიიღებთ გადაწყვეტილებას და რაღაც შეჯამებასავით გააკეთებთ და გადადგავთ ნაბიჯებს. მოკლედ, თქვენ გიყვართ ანალიტიკა, თქვენ გიყვართ დაფიქრება, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ვერ ხედავთ რეალურად იმ შესაძლებლობას, რაც არსებობს და კონკრეტული ერთი მიმართულებით იყურებით ან წარსულისკენ, ან მომავლისკენ, ან აწმყოსკენ. ანუ არ შეგიძლიათ რაღაც სამ, ესე რომ ვთქვათ, შრეზე განიხილოთ და კონკრეტულად ერთ რაღაცაზე იციკლებით. აი ცოტა ისეთ სიტყვას ვამბობ, მაგრამ აი ეს ჩაციკლა რაღაც მიჯაჭულობა გახასიათებს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და თითქოს ვერ ხედავთ შემდეგ იმას, რაც ცხოვრებამ კიდევ ერთი შანსი მოგცათ. ანუ თქვენ ცხოვრებაში ეხლა არის პერიოდი, როდესაც ცხოვრებამ ერთი შანსი მოგცათ, ახალ პარტნიორზე ვსაუბრობთ და კიდევ არასტაბილური ენერგიები გვაქვს, იმიტომ რომ ვერ ჩამოყალიბებულ ხართ რეალურად გინდათ თუ არა ახალი პარტნიორი, იმიტომ რომ ძველს ეჯაჭვებით და ძველიდან ვერ დააღწიეთ თავი და ისევ ძველს უყურებთ, ძველის გადმოსახედიდან აფასებთ ახალ ურთიერთობებსაც და ეს გამოცდა, რაც გასავლელი ამ სტაბილურობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ვერ ჩააბარეთ. ახალი წელი დაიწყო, ახალი სტარტი დაიწყო, მაგრამ მიჩვენებენ, რომ თქვენ ვერ ჩააბარეთ ეს გამოცდა და კვლავ წარსულის, ესე ვთქვათ, ტკივილებს, წარსულის სიტუაციებს ხართ მიჯაჭული და ცხოვრებაში კი ელით ახალ სტარტს, მაგრამ არ ხართ მზად სიახლეებისთვის. ამიტომაც გაპაუზებენ და ამიტომაც თქვენ ცხოვრებაში არის სინათლე დაკარგული, თითქოს სიბნელეში ხართ, თითქოს არარეალურ სამყაროში ცხოვრობთ და ცდილობთ, რომ ეს სინათლე იყოს რაღაც თქვენი შექმნილი და არასამყაროს მიერ მონიჭებული. ერთ რაღაც კომფორტის ზონაში ხართ, ერთ სიტუაციაში ხართ გაჭედილი და გიჭირთ, რომ აქედან გააღწიოთ და იპოვოთ საკუთარი თავის ახალი ვერსია და ის წარსული დატოვოთ იმ ძველ ვერსიაში. ცოტა არასტაბილური, არამდგრადი ენერგიებია, რაც სამომავლო პერსპექტივებისთვის ძალიან ცუდია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცები თუ გინდა რომ რეზონირდეს, მაშინ ორ რაღაცას შორის არ უნდა იყო გაჭედილი და თქვენი ენერგია უნდა მიმართოთ კონკრეტული მიმართულებით. ამავე დროს თქვენ ეხლა შეიძლება გქონდეთ რაღაც ორი, ესე ვთქვათ, სამსახური, ან რაღაც სარგებელი ფინანსების კუთხით, ორი შემოდინება ფინანსური კუთხით და მოკლედ საკმაოდ ისეთი ადამიანი ხართ, ბევრ სფეროში ხართ, ბევრ რაღაცას აკეთებთ, ჭკვიანი ხართ, განათლებული ხართ, მაგრამ როგორც ასეთი, თქვენი ენერგეტიკიდან გამომდინარე, გრძნობ, რომ თქვენი შინაგანი, ესე რა ვთქვათ, ემოციური ფონი დაუბალანსირებელია და გინდათ, რომ ფინანსებით შეივსოთ ეს ყველაფერი, გინდათ, რომ რაღაც ერთჯერადი კმაყოფილებებით შეივსოთ ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ სტაბილურ სიღრმეს ვერ პოულობთ, რაც თქვენ გჭირდებათ, მაგრამ რეალურად არის თქვენ სივრცეში კონკრეტული ადამიანი ან კონკრეტული სიტუაცია, რომელიც მოგანიჭებთ ამ სიღრმეს და სივრცეს, უბრალოდ თქვენ არ იყურებით მისკენ, ზურგს აქცევთ, ერთგვარად გეშინიათ კიდევაც, რაღაც შიშის მომენტია, რომ დაკარგოთ ის სტაბილურობა და ის კომფორტი, რაც ახლა შეიქმნით, მაგრამ არის აქ ის მომენტი, რომ სამყაროს უნდა რომ გაარღვიოთ თქვენი წრედი, რაშიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდით და სიახლეების ინჯოთ, იმიტომ რომ სიახლე ყოველთვის არ არის ცუდი და სიახლე შეიძლება იყოს აღმაფრთოვანებელიც კი და ახალი თავგადასავლის დასაწყისი. და ახალი თავგადასავალი ახლა პარტნიორზე ვეკითხებით და დიდი ალბათობით გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაც ახალი სტარტი დაიწყოს პარტნიორის კუთხით. მოდი ვნახოთ, ვინ შემოდის თქვენთან ახალი პარტნიორი.
საკმაოდ ცეცხლოვანი, აქტიური, საინტერესო, მრავალფეროვანი ადამიანია. მაშიც არის ეს რაღაცა გაორებული მდგომარეობები, მაგრამ თქვენზე მყარად დგას და თქვენზე კარგად იცის, საითკენ მიდის და ვინ უნდა რომ ამ მსვლელობის დროს თან ყავდეს. ანუ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული, ესე ვთქვათ, შაბლონი ადამიანის, ვინც უნდა რომ გვერდით ყავდეს და თუ თქვენ ამ შემთხვევაში ხართ მამაკაცი, ვინც ქალბატონს ელოდებით, მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონმა ძალიან კარგად იცის, როგორი მამაკაცი სჭირდება, ლიდერული ადამიანი, რომელიც წინ უძღვება, ადამიანი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, არის საკუთარი თავის წარმართველი, არ შეხყურებს ამ ქალბატონისგან ქმედებებს, არის გამცემი, არის სექსუალურად მრავალფეროვანი და მოკლედ ამ ქალბატონს აქვს გარკვეული შაბლონი შექმნილი. თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, მამაკაცის მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ ეს მამაკაცი არის საკმაოდ ცნობადი, საკმაოდ აქტიური, საკმაოდ მრავალფეროვანი და მის ცხოვრებაში არის კონკრეტული მიზანი, მიმართულება, საიდანაც მიისწრაფის და უნდა გვერდით ისეთი ქალბატონი, რომელიც მას მხარს აუბავს და ერთგვარად ამ ბედის ხაზზე ივლიან ერთად და ჰარმონიით და ბედნიერებით. ანუ არ უნდა რომ ურთიერთობა მისთვის იყოს დაძაბულობის და სტრესის განმსაზღვრელი. ორივე სქესს ეხება, რა თქმა უნდა. ანუ ჰარმონია სულს ურთიერთობაში და ამავდროულად მასში არის ის ენერგია, რაც ურთიერთობას წარმართავს. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმშვიდეს, ჰარმონიას და ცეცხლოვანებას შეიტანს ურთიერთობაში და უნდა გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც დააბალანსებს და მასთან ერთად მსვლელობაში წავა ბედის ხაზზე. კარგი, როგორი ხასიათები აქვს ამ ადამიანს? ნახოთ. ხო. ამ ადამიანის ხასიათი. მოკლედ, ეს ადამიანი არის ძალიან ენერგიული, აქაც გამოჩნდა, რომ მუდმივად აქტივობაშია, მუდმივად რაღაცას სწავლობს, შეიმეცნებს, ანუ ძალიან ის თავისუფალი ენერგიის ადამიანია. მინდა გითხრათ, რომ მისთვის ცხოველები, ბუნება, ადამიანები, ყველაფერი არის სიყვარულის ობიექტი. მასში არის თავად, ესე ვთქვათ, ბავშვურობა, სიხალისე, პოზიტივი და სიცოცხლით სავსე ადამიანია, მაგრამ ეს არის მისი გარეგანი პიროვნება, რომელიც შანს საზოგადოებაში და რომელსაც ის, ესე ვთქვათ, აფიშირებს. უყვარს საკმაოდ თავისი თავის გამოხატვა, თავისი, ესე ვთქვათ, შინაგანი და გარეგანი მეს ჩვენება ადამიანებისთვის, სამყაროსთვის, მაგრამ შინაგანად ეს ადამიანი არის ძალიან იმედგაცრუებული, ძალიან ტკივილი აქვს პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით და ზოგადად ადამიანურ ურთიერთობასთან დაკავშირებით მუდმივად იმედგაცრუებული იყო და მის ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი დასამარებული ემოცია, რომელსაც არაჩენს. ეს ადამიანი თითქოს ამ ადამიანმა გარკვეული ტკივილი გადაიტანა თავის ცხოვრებაში და შეიძლება კონკრეტულ ადამიანთან ძალიან მწარე გამოცდილება ჰქონდა, რამაც გამოიწვია მისი, ესე ვთქვათ, სასიყვარულო სფეროს განულება და მისთვის ურთიერთობა ამიტომაც არის, აი უყურეთ, გითხარით წეგან რომ შაბლონი აქვს მეთქი შექმნილი და ელოდება ისეთ ადამიანს მეთქი, ანუ თქვენ თუ არ იქნებით ისეთი ადამიანი, რომელსაც ის ელოდება, ის არ შეგიშვებთ თავის სივრცეში, შეიძლება რაღაც ურთიერთობა შეინარჩუნოს გართობის და მეგობრულ მომენტში, რაღაც ბავშვურ ურთიერთობაში, როდესაც არის რაღაც მიმოწერა, პოზიტივი და ასე შემდეგ, მაგრამ სიღრმისეულად არ შეგიშვებთ თავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ გარკვეული ესე ვთქვათ ტრაგიკული გამოცდილება აქვს და მტკივნეული გამოცდილება, რამაც განაპირობა მის ეს ცივ ენერგიებში გადასვლა და გარკვეულწილად ისწავლათ საკუთარი, ესე ვთქვათ, ემოციებისთვის ბრძოლა და საკუთარი თავისთვის ბრძოლა. ეს ადამიანი არის საკმაოდ მებრძოლი სულისკვეთების, შეიძლება რომ ძალიან ბევრჯერ სადოს რაღაცა, მაგრამ თუ აქვს წინაღობა და წერტილი დაუსვეს, ესე რომ ვთქვათ და უთხრეს, რომ არა, აქ შენი ადგილი არ არის და შენთვის სივრცე არ არის, ეს ადამიანი გააგრძელებს მსვლელობას სხვა მიმართულებით. ანუ მისთვის მოძრაობა, აქტივობა, წინსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვლის, რომ სამყაროს თვის რაღაც აქვს მისია შესასრულებელი. ანუ ეს ადამიანი არის წეგანაც გითხარით, რაღაც მიზანი აქვს, რომლისკენაც მიდის მეთქი და ამ მიზანში უნდა რომ თავისი პარტნიორი გვერდით ყავდეს და არ უწევდეს პირად ურთიერთობაზე ბევრი, ესე ვთქვათ, ფიქრი და ამ მიზანში არ შეუშალოს ხელი პირად ურთიერთობამ. უბრალოდ ჰარმონიაში იყოს პირად ურთიერთობაში. მოკლედ, ეს ამ ადამიანის ცხოვრებაში თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მასთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას ბედნიერებაში, ჰარმონიაში, სიყვარულში, პოზიტივში და არ შეიტანს ნეგატივს, ამ შემთხვევაში გაუღებს თავის გულის კარს და ეცდება რომ რაღაცა, ესე ვთქვათ, ბალანსირება იპოვოს აქ, მაგრამ თქვენ თუ ანახებთ სიცივეს, დისტანციას და ჩაიკეტებით და წინა პარტნიორივით, ესე ვთქვათ, გულს ატკეთ ამ ადამიანს, ეს ადამიანი გახდება საკმაოდ ცივი და საკმაოდ დისტანცირებული და შეიძლება ნუ ახლა რაღაც მოკითხვის მომენტი იყოს, იმიტომ რომ არ არის ფიცხი და არ არის, ესე ვთქვათ, ძალიან
ისეთი ადამიანი არ არის, რომელიც დაგბლოკავს, აი რაღაცაზე გაბრაზდება და დაგბლოკავს. არა, ეგეთი არ არის. უბრალოდ თქვენს ნაბიჯებს გაიმეორებს და აგირეკლავთ, რაღაც ანარეკლს გააკეთებს და არ იქნება აი მუდმივ აქტივობაში. რაღაც მცდელობები ექნება, მაგრამ თუ დაინახარო თქვენგან არ არის კონტაქტი, ეგრევე დაასრულებს ურთიერთობას. კარგი, მოდი პერსპექტივა ვნახოთ. როგორ განვითარდება. ხო, სამწუხაროდ ამ ურთიერთობაში არის ის მომენტი, რომ ვერ ხედავს, ვინ ვერ ხედავს. ხო, ქალბატონი ვერ ხედავს ამ ურთიერთობაში, რომ მას ღებულობენ ისეც როგორიც არის, მას აფასებენ, მას შიდებენ იმ რესურსს, რაც საჭიროა. როგორც გითხარით, ეს ურთიერთობა შეიძლება ამ ურთიერთობამ შეიძლება გაახსენოს წინა ურთიერთობა და ამიტომაც ჩაიკეტოს და ამიტომაც თავისი საზღვრების დაცვაზე გადავიდეს და ვერ დაინახოს თქვენში ის პარტნიორი, რომელსაც ელოდება. მიჩვენებს, რომ თქვენ ჯერჯერობით არ ხართ იმ დონეზე, რა დონეზეც ეს ადამიანია. ეს უფრო განვითარებულია, სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანია. კი შემოდის, ახალია თქვენთვის და რაღაც ახალი ემოცია და შეიძლება ეხაც იცნობდეთ, იმიტომ რომ მეორე პიროვნება შეიძლება იყოს თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ მიჩვენებს, რომ ეს ადამიანი, ვინც მოდის თქვენთან და ვინც არის უკვე ახალი პარტნიორის სახით, მიხვდება, რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მისთვის არის და ვისაც ელოდება და აქედან გამომდინარე ძალიან გულის ტკივა, ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ ხვდება, რომ თუ უნდა რომ სამყაროსგან შანსი და საჩუქარი მიიღოს, თქვენთან უნდა დაასრულოს ურთიერთობა და საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობა გაანულოს, იმიტომ რომ ძალიან დეპრესიაში აგდებს, შფოთვებს მატებს, თქვენთან, ესე ვთქვათ, კავშირი მას შფოთვებს მატებს, თქვენთან კავშირი მას წარსულ ტკივილებს ახსენებს, წარსულ ტრამვებს ახსენებს და არ უნდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ეძებს ჰარმონიულ, ბედნიერ და ესე ვთქვათ, ხანგრძლივ, სტაბილურ ურთიერთობას, სადაც არ ექნება ფიქრი პარტნიორზე, ნეგატიური კუთხით, მის ცხოვრებაში იქნება პირად კუთხეში, ესე ვთქვათ, პირადის კუთხით იქნება ძალიან ჰარმონია, ბედნიერება, რომ მე შეძლოს თავისი, ესე ვთქვათ, მისიის შესრულება, რაც ამ სამყაროში აქვს ამ ადამიანს. და საბოლოო ჯამში თქვენი პერსპექტივა და წინსვლა, ესე რა ვთქვათ, არ ჩანს, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ან მამაკაცი ვერ ხედავს ამ ურთიერთობაში, რომ არის აღიარებული, რომ არის პირველი და ამ ურთიერთობაში ეს ადამიანი უფრო მეტი ტკივილს იღებს ვიდრე პოზიტივს. ან თქვენგან ვერ იღებს ეს ადამიანი იმ ენერგეტიკას, იმ ჩართულობას, რაც ჭირდება და შესაბამისად გადის ურთიერთობიდან. მიჩვენებს, რომ ტკივილ ნარევ, ესე ვთქვათ, დასასრულს აკეთებს. წერტილს სვამს, მაგრამ ტკივილ ნარევ წერტილს, იმიტომ რომ მას თქვენდა მიქონდა ძალიან დიდი ინტერესი, ძალიან ეგონა რომ მისი ადამიანი იყავით, იმიტომ რომ რაღაც ერთ ენერგიაში დაფიქსირდით. ნახეთ, ეს ადამიანი არის რაღაც თავისუფალი, ჰარმონიული, პოზიტიური, აქტიური, ბუნება უყვარს, ცხოველები და ასე შემდეგ და სამყარო უყვარს და თქვენშიც არის სამყარო სიყვარული და სტაბილურობის სიყვარული და ჰარმონიის სიყვარული. თქვენ ერთი შეხვედრით ძალიან სტაბილური, ჩამოყალიბებული, განათლებული, საინტერესო ჩანხართ, მაგრამ შინაგანად იმ დონეზე დანაწევრებული ხართ და იმ დონეზე გაორებული ხართ, რომ ეს ამოიცნო ამ ადამიანმა, ეს შეისწავლა ამ ადამიანმა და ამიტომაც პერსპექტივა არ არის. კაი, მაინც ერთი არკანით დავაზუსტებ. სამომავლოდ, კარგი, ახლა გავიგეთ, რომ ვერ წავაწინ, მაგრამ სამომავლოდ თუ იქნება პერსპექტივა? სამომავლოდ პერსპექტივა იქნება მაგრამ მაინც ორივე თქვენგანი ირჩევს საკუთარი კომფორტის ზონას, საკუთარ ტკივილებთან რჩება, საკუთარ პიროვნებებთან რჩება და ხვდება, რომ სივრცის გახსნა იმ ადამიანისთვის, რომელიც შენი ადამიანი არ არის სასურველი და მაინც მიდის თვითანალიზში, ორივე თქვენგანი მიდიხარ თვითანალიზში, განხილვაში იმაზე თუ ან გაკვეთილი იყო ეს თქვენთვის, ორივე თქვენგანისთვის და ორივე ფიქრობთ, რა უნდა გესწავლათ აქედან და ორივე მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ თქვენ უნდა გესწავლათ საკუთარი სიყვარულის ფასი და არ უნდა გაგეხსნათ სამყარო იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენი ადამიანი არ არის. კარგით. მოდი ერთი არკანი ვკითხოთ, იცნობთ ამ ადამიანს უკვე არის თქვენ სივრცეში თუ ახალი მოდის? უკვე იცნობენ თუ ახალი მოდის? არა, უკვე იცნობთ ამ ადამიანს, ეხლა შეიძლება არ გქონდეს კონტაქტიც, კი თითქმის წამოსული ხართ, ნახეთ, გზაშია ეს ურთიერთობა, დაძრულია, დაიძრა ამ ურთიერთობაში რაღაც სიტუაციები და დახურულია, ორივე თქვენგანი იხურებით, ორივე თქვენგანი ხართ რაღაც გაჩუმებული, დასტოპებული, ჩაკეტილი, თქვენ, ესე რა ვთქვათ,
იცი როგორი მომენტია, არის ამ ურთიერთობაში რაღაც პოტენციალი, იმიტომ რომ ორივე თქვენ გარს თითქმის ერთ რეგიო რაღაც გინდათ, მაგრამ ერთ-ერთი მხარე როგორც ვთქვათ, სულიერად უფრო განვითარებულია, უფრო სხვა მიზნები აქვს, უფრო სხვა რაღაც ესე ვთქვა რაკურსი აქვს და თქვენ მის ცხოვრებაში იმიტომ შეხვედით, რომ რაღაც დაემუშავებინა, რაღაც კარმა ჩაეხურა და თქვენ ხართ მისი კარმის გასაღები, რომ ეს ადამიანი გადავიდეს უფრო მეტ თვითანალიზში, უფრო მეტად მიხვდეს რეალურად ვინ უნდა გვერდით და როგორი მამაკაცი უნდა ან ქალბატონი უნდა გვერდით და ეს მამაკაცი მიდის მისკენ, ან ქალბატონი მიდის მისკენ, მაგრამ თქვენს რაღაც სასწავლი ქონდათ ამ ურთიერთობიდან და ეს არის ის, რომ არ იყოთ დახურული, ის, რომ არ იყოთ ჩაკეტილი და თქვენში არსებული შინაგანი მე გამოიტანოთ სააშკარაოზე წერასთან არის კიდე კავშირში, რაღაც თქვენ ნიჭთან არის კავშირში, თქვენს გაგეხსნათ რაღაც ნიჭი, უფრო სიღრმისეულად დაიწყეთ რაღაცეების შესწავლა და უფრო სიღრმისეულად დაიწყეთ დაკვირვება. ამ ადამიანმა თქვენში გახსნა იმაზე დიდი რაღაცა, ვიდრე თქვენ გონიათ. თქვენ დაიწყეთ შინაგანი პიროვნების დამუშავება და დაიწყეთ საკუთარი თავის გადარესტარტება. აქ არის საკმაოდ სიღრმისეული განხილვა, იმიტომ რომ თქვენ დაკარგეთ თქვენი სახე, გარკვეული პერიოდი იყავით რაღაც ჩაკეტილ წრედში და ეს წრედი რომ გარღვეული იყო, აქაც ვახსენე, ეს წრედი რომ გარღვეული იყო და თქვენს თავში უფრო მეტი რაღაც აღმოგეჩინათ და უფრო მეტი სიშავე დაგენახათ, ანუ სიბნელე, აი ამ ყველაფრის გასახსნელად მოვიდა ეს ადამიანი. თქვენ რა გქონდათ მოდი დასამუშავებელი? კი ვეკითხებ კითხავს, მაგრამ მოდი რა უნდა დაგემუშავებინათ? რატო შემოვიდა თქვენთან ეს ადამიანი, რა უნდა დაგემუშავებინათ? ხტის. ხო, თქვენ უნდა დაამუშავოთ ის, რომ ისწავლოთ საკუთარ თავზე პასუხისგებლობის აღება, არ გაექცეთ პასუხისგებლობებს დაოჯახებასთან დაკავშირებით. გეშინიათ პასუხისგებლობის აღება ამ კუთხით, გეშინიათ, რომ თქვენ სივრცეში შემოვა ადამიანი, რომელიც თქვენს, ესე რომ ვთქვათ, ამაშიც დაინახეთ შეხოთაშორის ამ ადამიანშიც, რომ იყო პოტენციალი რაღაც წინსulis, იყო რაღაც სიღრმისეულის, მაგრამ არ ხართ მზად. თქვენში არ აჩენთ იმპერატორს, თქვენში არ აჩენთ იმ სიღრმისეულ პიროვნებას, რომელიც შინაგანად არის და კვლავ რაღაც გართობით ურთიერთობებზე და ვნებით ურთიერთობებზე ხართ გადასული და აქ მიჩანს, რომ აი უნდა გესწავლათ ოჯახის ფასი, უნდა გესწავლათ, რომ უკვე დროა რომ დაოჯახდეთ და უკვე დროა რომ პასუხისგებლობები აიღო და რომ ამიტომ შემოიყვანა ეს ადამიანი, რომ დაგენახათ, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომ თქვენ სივრცეში არ არსებობს ქალბატონი ან მამაკაცი, რომელზეც დაოჯახდებით. არა, პრობლემა ეგ არ არის. პრობლემა არის თქვენში, რომ თქვენ არ ხართ მზად დაოჯახებისთვის, თორე აგერ შემოიყვანეს ასეთი განვითარებული, ძლიერი, დამოუკიდებელი და ესე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელიც მზად იყო თავის პარტნიორთან ერთად წინ ევლოდა, გაეთვალისწინებინა თავის პარტნიორი და ამავე დროს არ შეეზღუდა მისი ლიდერობა და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენგან იყო გაორება და თქვენგან იყო ჩამოუყალიბებლობა. ამიტომ ბალანსირება სწავლობთ, ჩამოყალიბებულობას და გაზრდას სწავლობთ, გაგზარდეს ამ ურთიერთობით და ამ ურთიერთობით დაგანახეს, რომ პრობლემა თქვენშია და თქვენ უნდა გაიზარდოთ, როგორც სულიერად, ამავე დროს როგორც მამაკაცი ან ქალბატონი და მზად დაუხვდეთ ყველანაირ სირთულეს. და სირთულე ამ შემთხვევაში ის არის, რომ აქ არ საუბრობდით, რაღაც დომილში იყავით, რაღაც შინაგან შიშებში, ფოთოებში, რაღაც შინაგან პიროვნებას მალავდით, თქვენი ბნელი, ესე რა ვთქვათ, პიროვნება შექმენით და გეშინიათ ამ ბნელი პიროვნების და თვალი გაუსწორეთ თქვენს ბნელ მხარესაც, იმიტომ რომ მარტო თეთრი მხარე არ არსებობს, ნათელი მხარე არ არსებობს ჩვენში, ხო? ჩვენ გვაქვს როგორც სიბნელე, ასევე სინათლე. როგორც მთვარის, ასევე მზის ენერგია, რომელიც ერთგვარად აისახება ხოლმე ჩვენს პიროვნებაზე. ამიტომ გახსენეთ თქვენში ის იმპერატორი, ის მამაკაცი ან ქალბატონი, რომელიც საჭიროა ურთიერთობაში, აქ უფრო მამაკაცებისთვის იქნება. მამაკაცებო, გახსენეთ თქვენში მამაკაცურობა, აიღეთ პასუხისგებლობა და დაინახეთ, რომ არის შანსი. არის შანსი სამყაროს მიერ ბოძებული საჩუქრები. პოზიტივი. ჩადეთ ურთიერთობაში რესურსი, თუ გინდათ, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი. მაგრამ თქვენ უბრალოდ გეშინიათ და ამ შიშის ფონზე არდებთ რესურს, თორე თქვენ გაქვთ მაგდენი, ესე ვთქვათ, სიყვარულის ენერგია, გაქვთ ძალიან ბევრი სიყვარულის ენერგია, გაქვთ ფინანსებიც, გაქვთ დროც, უბრალოდ თქვენ არ გინდათ პასუხისგებლობების აღება და გირჩევნიათ, რომ რაღაცა ერთჯერადებით ურთიერთობებით და ერთჯერადი ემოციებით დაკმაყოფილდეთ, ვიდრე მასშტაბურ და ესე ვთქვათ, ხანგრძლივ ურთიერთობაში შეხვიდეთ. მოდი ვკითხოთ, ჩააბარებთ ამ გამოცდას უახლოეს პერიოდში. ეხლა ვინც გაშლას უყურებს, ჩააბარებს ამ გამოცდას უახლოეს პერიოდში? კი,
ჩაბარეთ და სიყვარულის არკანი ამოგვივიდა და მზის არკანიც. თქვენ იპოვით თქვენს ესე ვთქვათ სინათლეს, თქვენს ადამიანს, მიხვდებით რომ სიყვარული არ უნდა გეშინოდეს სიყვარულის, იმიტომ რომ თქვენ გეშინიათ სიყვარულის. კი შეიძლება გქონდეთ რაღაც წარსული გამოცდილება, ტრავმა და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ უკვე დახურულია და წარსულია. აქაც გითხარით წარსულს უყურებ მეთქი და რეალურ რაღაცა შესაძლებლობას უშვებ ხელიდან თქო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიჩვენებს რომ თქვენ ჩააბარებთ ამ სიყვარულის გამოცდას და ამ სიყვარულის ეს გულის ჩაკრას გახსნით. აქამდე თუ ჩაკეტილი იყო თქვენი გულის ჩაკრა, გეშინოდათ მისი გაღების, იმიტომ რომ გატკინეს და რაღაც გარკვეული პერიოდი ეს შებოჭეთ და ერთგვარ მარწუხებში მოაქციეთ. ეხლა გულის ჩაკრას გახსნით, გაასხივოსნებთ და გამოუშვებთ ამ ენერგიას და შეუშვებთ კონკრეტულ ადამიანს თქვენს გულში და გამოხვალთ ამ რაღაც თავის მოტყუებას ცდილობთ და იტყუებთ თავს იტყუებთ და ამას კიდე არ გაპატიებენ. ძალით გაგიყვანენ ეს რა ვთქვათ და ძალით ანუ გაიძულებენ რომ ეს გამოცდა ჩააბაროთ. იმიტომ რომ თქვენ არ აკეთებდით გარკვეული პერიოდი კონცენტრირებას ამ ყველაფერზე. არ კონცენტრირდებოდით რომ სიყვარული გჭირდებათ და უნდა გასცეს სიყვარული იმისთვის რომ მიიღო სიყვარული. წარმატება.